დაბრუნდა ხალი არ უნდა დედა ეპიზოდი. აბა რა უნდა შეჩე დღეს ჩვენ დავაგეუნებთ ჯანსაღ საჭმელს როგორც ყოველთვის და ეს იქნება რა თქმა უნდა ვენდისი. ავხსნა ნუ რომელშიც ფული არ არის რა თქმა უნდა. რა გვექნება ეს განფუთვა გავაკეთოთ, განფუთვა. რეპი ვენდისის ბურგერი და კიდე რა ყოლა. კიდე რა გვექნება ამოიღე და ნახე, კიდევ ერთი ყოლა. სალფეტები თუმაც არის ჩიზბურგერი გვექნება აქ ეს ჩიზბურგერი ერთი ფრი, ორი ფრი და აგერ კიდევ მესამე ფრი. გვაქვს ბეკონატორი. ბეკონატორი, ქათმის რეპები ქათმის რეპი და ვენდისის საფილმო ბურგერი. გიგის ექნება კიდე ჩიზბურგერი. ჩიზბურგერი საჭა. ესაა ჩემი? რითი დავიწყოთ? დავიწყოთ ბეკონატორით. მე ამათი ფრი არ მომწონს. ფრი არა? ანუ ზოგადად არ მომწონს. ნახეთ, როგორი ბურგერია. გაკვეთა გავუკეთოთ? ასა მშრალად გამოიყურება. არ მომწონს, ხო? აქ ჩვენ პირველი ეპიზოდი ვის ნახეთ. აქ ამონათდება, ნაგან სადღაც ამოგვინათებენ და ნახავდით რომ ნიკაც ვამბობთ რომ მაქსის ბურგერი ზოგადად ასეთი იმას ბიუჯეტურ ბურგერებს როგორც არის მაკდონალდსი, ვენდი რაღაცა ძალიან უსწრებს. აქ ცომი კარგი არის, დააჭე ამოდის, რაც მინიშნებს რომ იდეაში ახალია. ცალ-ცალკე რო აიღო ბეკონიც კარგია, მაგრამ რაღაც კომბინაციაში ერთმანეთთან კარგად ვერ მოდის რა. მარტო ხორცის გემო ხარ რა? რაღაცნაირი არის ბეკონის გემოუტყან, არაფერი. რამე კაი соуს დავამატებდი მე ამას პირადად. ერთადერთი საკლია соуსია რა. დღეს ვისი ჭუბი იყო, ვის უნდა მივлоცოთ? დღეს მივлоცოთ ბატონ ილიას უკვე ორი წონის ჩემპიონია. სულ რაღაც 2 წუთში წააძოთ ჰამბურგერივით გათიშა ოლივეირა. თქვენ თუ გინდათ რომ მეტი ესეთი ვიდეო იყოს, გამოიწერეთ, დალაიქეთ, დაგვიკომენტარეთ, ჩართეთ არის გილაკი. მართლა მეგობრებო მოგიწოდოთ რომ გაზიან სასმელები არ მივიღოთ, არაჯანსაღია. არანაირ მე არ ვეხრო. არა. აჯდა მე არ სამკვეთლებია. ლუკა ვარჯიშობს და გეტყვით რომ ძალიან არასასარგებლოა მოუკლო ახლა თუ სვამდა 2 ლიტრას, უკვე გადავიდა 3 ლიტრაზე. არა. დილ თუ სვამდი, ეხლა სვამ პატარა. აჰა. ფლიც არ ვარგა, არანაირად. არის. მე დიდად ვენდისის ფრი მაინც არ მომწონს, მაგრამ გადადედა მე. ნორმალურია რა. რეპი. რეპებში ჩემი აზრით ძლიერი არის KFC. მე KFC-ს რეპი მომწონს. ეს ყველი რო ესეა და ჩამთნარი არ არის. შიგნით ძალიან არ მომწონს. ეს უკვე მინუსია. მინუსივია რა. ცივი არის. გაბამბლავებულია. მე პოსტაში ვარ მიბმული. ტელევიზიონელი საღამოსტვანელი. აი რა ბარე პოსტაში დამაბი. ხორცამდე ჯერ ვერ მივედი. არა, ერთად ადეს. გადავლაბეს ესეა. აჰა, მე. როგორ შეჭენეცი? თუ გინდა რომ რაღაცა ჭამოდა, ძიმე და ძალიგნო თავი, იდეალური საჭმელია რა. მაგრამ იგივე შუტყოდი ამაზე, соуსი არ აქვს არანაირი. соуსი აკრია. აი, იმ ბურგერის მერე იდეალური საჭმელი და იმასთან შედარებით ძალიან სუბუქია რა. უბრალოდ მე მგონია რომ ამას ვერ შეჭამ. რაღაცა 15 წუთი გაძლევს შენი შიმშილის დაგმაყოფილება რა. მერე უკვე ესე მოგშივდება რა. მაქსიმუმ 16. 16. და რა ღირდა დაახლოებით? კონდი 15 ლარი. 15. მე ჩემი რჩევა იქნება 15 ლარი. თუ უნდა გადაიხადოთ მაინც ესეთ რაღაცასი ჯობია ფრეშ შაურმა გამოიძახოთ რა. რა თქმა უნდა ეს ძალიან ჯანსაღია და ესეც. მაგრამ ის უფრო დაგანაკლებ და უფრო მოსდილი იქნება ზომით რა. მე ვიტყოდი რომ ესეც ნორმალურია რა. საშუალო დონის. დაგვიშვეს კითხვები ჩვენმა გამომწერებმა. და ეგეთი კითხვა არის რა პირველი რა. რა არის ყველაზე უცნაური საჭმლის კომბინაცია რომელიც მოგწონთო? ხინკალი და საწებელი. მოდი გიჭამი ხინკალისა და მიწამია.
აია? ეს რომელიც აწეველი. ჭიდაი. ну თუ შეგიძლიათ ისიც გაგვიმხილეთ. ამ ორ კომბინაციას შემდეგ ფურორი ხომ არ მოყოლია. არანაირად. შვიდობით ჩაიარა იმ საღამოს. ძალიან კარგია. მეც მაქვს ეგეთი ბევრი, მაგრამ წინა ვიდეოში ჭამე მაგალითად სუშიდან ნაყინია, ნორმალური კომბინაცია იყო რა. ტყემალი და ნაყინია. ავი 1000-ნაირი კომბინაციებია რა. რა თქმა უნდა ამ ექსპერიმენტთან წარმატებით ჩაიარა და არავის მარცხი არ მოხსლია. ასევე არც არავის ურჩევთ გამეორებას. ჩვენ ვართ პროფესიონალები, კასკადიორები. ჩვენთვის შეიძლება. აჰა, ესეც ამ ბურგერს აქვს. ეხლა ნახეთ. ეს არის Wendy's-ის ბურგერი. საფირმო? ანუ Wendy's-ის საფირმო ბურგერი. და ეს უნდა იყოს რაღაცა სასაული. სასაულის ამას არაფერი არ ეთქობა. მაგრამ მაქსიმუმ 10 წამში გავიგებთ მაგ ყველაფერს. ბიჭო. კატლეტი და პური არის, კეჩუპით და ცალკე პამიდრით. მე ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავ ამაში რა. მოკლედ ჩემი ირჩევა იქნება რომ თუ აპირებთ ბურგერი ჭამოთ და მაინდა-მაინც უნდა იყოს Wendy's-ი ან რაღაც ეგეთი დაწესებული რომ McDonald's-ში შედით რა. McDonald's-ია ყველას. ეს არის Wendy's-ის ბურგერი. საფირმო? ანუ Wendy's-ის საფირმო ბურგერი. და ეს უნდა იყოს რაღაცა სასაული. სასაულის ამას არაფერი არ ეთქობა. კატლეტი და პური არის. აქვია კეჩუპით და ცალკე პამიდრით. მე ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავ ამაში რა. მოკლედ ჩემი ირჩევა იქნება რომ თუ აპირებთ ბურგერი ჭამოთ და მაინდა-მაინც უნდა იყოს Wendy's-ი ან რაღაც ეგეთი დაწესებული რომ McDonald's-ში შედით რა. McDonald's-ია ყველას. ასევე KFC-საც შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, გადავიგდებთ პირში. KFC-ს აქვს ქათმის ბურგერები, მე როგორც ვიცი, კარგი. და მაგით გადავკეცოთ ერთ დღეს რა. ზოგადად 3-ესო დავაგემოვნებთ. ცალკე რა გვექნება ეგ შემოგთავაზებთ აუცილებლად McDonald's-ის გვექნება ცალკე ეს Wendy's-ი უკვე გვაქვს და KFC-ც რა. ეს ამ უდიდეს კომპანიას ჯახს გავუკეთებთ ერთმანეთში, საიდანაც ვფიქრობ, რომ ეს უკვე თავისი ადგილი მინკებული აქვს და არის მყარად მესამეზე რა. მე მომწონს KFC-ის ვრეპი და ვრეპზე ვიქნები მიკერძებებული. ამბურგერსაც შეეხება წინა ბურგერთან და ვრეპთან შედარებით. соуსი აქვს, ასე თუ ისე, მაგრამ მაინც ვერ არის რა. ამას McDonald's-ის McFresh-ი მერჩენია 100 თავით. წინა ბურგერებს ორივე სჯობდა ეს რა ჭამეთ ახლა. შემდეგ იქნება ჩიზბურგერი, რომელსაც შევჭამ მხოლოდ მე, ვინაიდან და რადგანაც ეს ვაჟბატონი აჭამს, ყველს არ ეკარება და ყვლით რაც არის არაფერი არ უყვარს რა. შემდეგ კითხვა არის, აბა მოგვიყევით თქვენი კულინარიული კატასტროფის შესახებ რა. სული ფიასკო რამაც განიცადა. მე მანდ შევჭამ. ფიასკო არ მქონია, მე კულინარიაში რა. აიო? აა. არანაირად. მაგ კითხვას გადავახტეთ. არის მე. შემდეგ კითხვა არის ისეთი ერთი კერძი გითხარით, რასაც მთელი ცხოვრება უბაყუნებდით და არ მოგვეძდებოდით. ხინკალი პირველი რიგში, პირველად იძო. არასდროს არ მომბეზდება მაგისა. აი. ხინკალი ბაჟე და მწვადი. სამივე ერთად? სამივე ერთად კი, არეული. მაშინ ხინკალი, კაბაბი და რა შაურმა. ხაურმა. მოიცა, ხინკალი, კაბაბი და შემწვარი კარტოფილი. არ მომბეზდება არასდროს. ძამი. მოგითხარით 1000 გამომწერდეს სიურპრიზი გელოდებათ მეთქი. კაი პიროვნება იქნება ჩვენთან სტუმრად ხო? პროცესში ვართ, უკვე პროცესში ვართ და არის წინსვლა, არის სიკეთე, სიყვარული და ყველაფერი შედგა. ყველაფერი კარგი. გითხარით ვინ შეიძლება იყოს და ვინ გინდათ რომ იხილოთ ჩვენთან გადაცემაში სტუმრად რა. ვინ არის არ მოკლედ? აუ დემექსას. ეგრე ვთქვათ. კარგი ექსპერტი ვინ შეიძლება იყოს და კარგი მჭამელი და ცოტა სახალხო არტისტი რა, იუმორინადან. დაიმბონი შეიძლება. აი მაღაზიებში რომ ბურგერის პურები იყიდება, რაღაც ცოტა მოტკბოგემო ხო დაკრავს რა. ზუსტად ეგეთი გემოქონდა ამას. ამ პურს და ავა, მოკლედ McDonald's-ის ჩიზბურგერთან შედარებით იმენა კატასტროფაა რა. ჩვენ გამოგვიშთა ახალი სპონსორი, კერძოდ მინერალური ვოთერის იმაზე მიმართულებით და ეს არის წყალტუბოს წყალის რაღაც აქ გამონათდება. ჩვენ დავაარსეთ კომპანია და ჩვენი კომპანია აწარმოებს წყალტუბოს წყალს. არაფერს არ აწარმოებს კაცო. რაბერ არა ხო არ აწარმოებს. იგი ნაწარმოებია, უა ჩვენ ბოთლებში ვასხით დროს და
წყალი, რომელიც მოი კრანიდან. არა, წყაროს წყალი შედარვა იქ ბოლოში. რა არის ეს საჭმელი? რომელსაც აი რო კვდებოდეთ მაინც არ შეჭამეთ. თევზი? იმენა რო იბრიდებოდი არ შევჭამა რაფრით. ჩემი ლობიო. იმიტომ რომ ლობიოს და რა გინდა, ვიჯო? ლობიო რო იბრიდებოდე, იწევს დაბრიდვას კიდევ ზევიდან. ანე, ცხვირზე რა რაზე კეჩუპი შეჭე. ჩემ ბევრი არის, მაგალითად. ერთი თქო, ერთი მარტო. კაი, მაშინ თევზი პირველად ისე. თევზი, ჩემთვის თევზი არა, ზოგადად ყველანაირი ზღვის პროდუქტი. ვენდი იყო შესანიშნავი, მაგრამ აფეარ ვარგოდა. აი, მოკლედ ბეკონატორზე მეგეთყვით ჩემას რა. ბეკონატორი იყო როგორი ბურგერი, იცი? არაფრის გემო არ ქონდა, პროსტა იყო ხორცზე გადაწუწული კეჩუპი, როგორც ქონდა მე მგონი. ხორცზე გადაწუწული კეჩუპი კი არა, ხორცზე დაპური იყო მარტო. ხო და соуსი აკლა ძალიან მშრალი იყო, მაგრამ და ჩვენ სამბურგერი დავგემოვნოთ, ხო? შენ 3 მე 2 და 1 ვრები. კაი, მოკლედ გავიყვანი ბეკონატორი. კაი, მოკლედ ჩემპიონატის ბეკონატორი გავიდოდა მეორე ადგილზე. აღნიშნული იმის გამო, რა ქვია, მიზეზების გამო, რაც ჩამოგითვალეთ. პირველზე გავიდა ჩვენთვის ჩვეულებრივ საფირმო ბურგერი, რადგან შედარებით ამათ წვენის და ყველაფერი საფირმო ბურგერი ეს არის, ხო? ხო, მე ვჭამე. ყველაფერი სიკეთე და გემრიელობები შიგნით ისეთი კარგად ქონდა რა, იმ ორ ბურგერთან შედარებით, რაც შედარებით, მაგრამ ესე გადასარავი არის. არა, მე ახლა ვაფასებ მარტო ვენდის რა. ვაფშე ზევიდან გადასხმული ყველაფერი საკაიფოთ რა, ჯიგრულად რა. მაგარი იყო სიმონ, მაგრამ მაინც კატლეტ და პურის გემოქონა. პირველ ადგილზე მაგას გავიყვანი. მეორე ადგილზე გავიყვანდი ამ საფირმო ბურგერს და მესამეზე ალბათ ბეკონატორს, იმიტომ რომ ბეკონატორი ძალიან მშრალი იყო, მართლა მარტო კატლეტ და პური იყო. მაგას ჩვენი პიკენდიას გავავიჯობია სულ ყველას ერთად. თან ფასი ისეთი აქვს, რომ კაროჩე ეხა რაც გამოვიზახეთ, რამდენიც იყო მაგფაში კაი ხინკალს თავისი ლუდით, თავისი ყველაფრით, კარგად ვიქეიფებდა რა. ფასი რო შევადარო დაახლოებით ეს ყველაფერი დაჯდა 103 ლარამდე. იგივე ფასი დაჯდა პირველ ვიდეოში, აი მაქსის ვიდეოში, იგივე ფასი. და მან იყო რამდენი ბურგერი? და დაახლოებით მან ჰქონდა 12 ბურგერი, დამატები 12 ბურგერი პლუს თუ 10-12 ბურგერი ზუსტად არ მახსოვს. და პლუს ქონდა ისენი აქვია. საიდები ქონდა, კოკა-კოლა მედავლი, ფრი ეყარა, რავი, ოხრა. ფრი იყო რამოდენიმენაირი, სალათა იყო კიდევ ერთი ცეზარი. ცეზარი. ნუ ახლა როგორი იყო და რანაირი მაგი იმ ვიდეოში და შეგიძლიათ ნახოთ და გადაახვიოთ და უყუროთ. მაგრამ ფასის კატეგორიაში თითქმის ერთი და იგივე და დაგვიჯდა. და იქ უფრო მეტი ამა იყო და უფრო მეტი იყო და ჩემი აზრითაც მე მგონი უფრო ჯობდა მაქსის ბურგერის ბურგერი. მოკლედ ნათას გავუწერე ჩვენ გვეყოლება გადაცემაში სტუმარი, რომელსაც ვიზახით უკვე ამდენი ხანია. ვინ იქნება? აი, გადაყვა მიკროფონი გადაყვა. და თან მაგ ვიდეოში იქნება გათამაშების ვიდეოც და ამიტომ უნდა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი. დაგვიწერეთ ვინ გონიათ რომ იქნება. შენ ვინ გონია? არ ვიცი, მაგრამ შეიძლება რაღაცა იყოს ჩვენ იმერეთიდან. მართლა? ხო, დანარჩენი აღარ ვთქვათ. ამ ხელა მინიშნება მოგესით რა. აბა, თან პლუს ამ ვიდეოში კიდე არის ერთი ისეთი მინიშნება, რომელიც პირდაპირ მიიღოს მაგ ადამიანზე, მაგრამ კი, აი თუ მაგ მინიშნებას თუ მიხვდება ვინმე დაგვიწეროს კომენტარებში. თუ იპოვით, დაგვიწერეთ კომენტარებში აუცილებლად. აბა, ჰე